A350 Boeing 737. ასეთი იყო დღის სიახლეები, ახლა კი დილის მოამბის მთავარი თემა. რას ნიშნავს ნეირომარკეტინგი და როგორ იყენებენ მას მსოფლიოს წამყვანი კორპორაციები. დღეს შევეცდებით დეტალურად განვიხილოთ ის ახალი მიდგომები, რომელიც რეკლამის ეფექტს ზრდის და საერთაშორისო სარეკლამო სივრცეში აქტიურად გამოიყენება. მარკეტინგის მენეჯმენტის ლექტორი ქეთევან მეფარიშვილი არის დილის მოამბის სტუმარი. დილამშვიდობის მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. ქეთევან, პირველ რიგში განმარტოს ტერმინი ნეირომარკეტინგი. რა იგულისხმება, რით განსხვავდება სხვა მარკეტინგული კვლევებისგან და როდის მოხდა პირველად ასეთი კვლევების ჩატარება? ნეირომარკეტინგი ეს არის ნეიროფიზიოლოგიური ტექნიკის გამოყენებით რეკლამის ზეგავლენის შესწავლა, მარტივად რომ აღვნიშნოთ. ტექნიკა ძალიან სარგებლიანია იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიას შეუძლია შეიტყოს თუ რა არის მნიშვნელოვანი ასპექტი რეკლამაში, რა იყო უსარგებლო და როგორ შეგვიძლია ჩვენ გავზარდოთ მომხმარებლის ყიდულოვანობა. ანუ ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი კვლევისგან განსხვავებით იგი არის მნიშვნელოვანი იმგვარად, რომ აქ სწავლობთ მომხმარებლის სენსორს, ემოციას, რომელიც რა თქმა უნდა კვლევაში არც თუ ისე ნათლად ჩანს ხოლმე და რა თქმა უნდა მომხმარებლის მხრიდან ეს არის დაფარული. ეს არის საკმაოდ კომპლექსური კვლევა. მსოფლიოს რომელი კომპანიები იყენებენ აღნიშნულ კვლევას? მსოფლიოში ძალიან ფართოდ არის გავრცელებული თვითონ ნეირომარკეტინგი, როგორც სხვა დისციპლინები ამერიკის შეერთებული შტატებიდან წამოვიდა. ეს არის სინთეზი ფსიქოლოგიისა და მარკეტინგის დისციპლინის, საკმაოდ მულტიდისციპლინარული და კომპლექსური კვლევა არის, როგორც აღნიშნეთ. თქვენ იქიდან გამომდინარე, რომ აქ ჩართული არიან ფსიქოლოგები, მარკეტოლოგები, ნეიროფიზიოლოგები და შესაბამისად მოითხოვს მომხმარებლის კომპლექსურ შესწავლას, მათი ემოციების. და ალბათ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაც არის. საინტერესოა, რამდენად განსხვავდება ის ღირებულება, თქვათ, ჩვეულებრივ კვლევებსა და ნეირომარკეტინგულ კვლევებს შორის. სურს აღვნიშნო, რომ რა თქმა უნდა კვლევა არის საკმაოდ ძვირად ღირებული, მაგრამ ის სარგებელი, რაც მოაქვს თავად ნეირომარკეტინგულ კვლევას, რა თქმა უნდა არის საკმაოდ ღირებული იქიდან გამომდინარე, რამდენად შეიძლება ქეთევან გაიზარდოს პროდუქტის რეალიზება, მისი მასშტაბები, თუ კი რეკლამა გაშვებულია ნეირომარკეტინგული კვლევების საფუძველზე. პროცენტული მაჩვენებელი თუ შეგვიძლია ვთქვათ? იცით რა არის, ნეირომარკეტინგული კვლევების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ თუ რა კომპონენტმა იმოქმედა მომხმარებელზე დადებითად. აქედან გამომდინარე რეკლამის ხარისხით რა თქმა უნდა გაუმჯობესდება ბაზარზე და შესაბამისად კომპანიას ეცოდინება თუ რომელი კომპონენტი მოქმედებს მათზე ყველაზე არსებითად. აქედან გამომდინარე, თუ კი ჩვენ გსურს და ვსაუბრობთ იმაზე, რომ განვითარდეს სარეკლამო ბაზარი, ეს არის აუცილებელი კვლევითი კომპონენტი, რომელიც უნდა დამკვიდრდეს საქართველოში და ჩვენი გუნდი ამასთან დაკავშირებით ძალიან აქტუალურად მუშაობს და ძალიან ცოტა ხანში უკვე ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ნეირომარკეტინგის კვლევის სრული სპექტრი. ძალიან კარგი. თქვენ ახსენეთ, საქართველოშიც ვითარდება სარეკლამო ბიზნესი, იხვეწება ის მეთოდები, რომელიც ამ ბიზნესში გამოიყენება. რა როლს ასრულებს ნეირომარკეტინგი ჩვენს ქვეყანაში? რამდენად იყენებენ? ალბათ მსხვილ კომპანიებზე შეგვიძლია ვისაუბროთ ამ ეტაპზე და არა იმ კომპანიებზე, რომლებმაც ახლა დაიწყეს მუშაობა. თუ გამოიყენება დღეს ნეირომარკეტინგი? იცით რა არის, ჯერჯერობით გამოყენებული საქართველოს ქართულ კომპანიებში არ არის, მაგრამ ძალიან აქტუალურია იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი ფრენჩაიზი და უცხოური წარმომადგენლობა არის საქართველოში, რომელიც ეგრეთ წოდებულად აკოპირებენ რეკლამას, ქართულად ახდენენ ადაპტაციას და იგი აბსოლუტურად არ არის გაზომილი ქართულ კულტურულ და მენტალურ სხვაობებზე. აქედან გამომდინარე, ეს კვლევითი კომპონენტი ძალიან დიდ ღირებულებას მისცემს იმ კომპანიებს, რომ გაიგონ ქართულ მომხმარებელზე თუ რომელი კომპონენტები ახდენენ ზეგავლენას. შეიძლება ითქვას, რომ დღეს არ არსებობს საქართველოში კომპანია, რომელიც ჩაატარებს ნეირომარკეტინგულ კვლევას. ჯერჯერობით განხორციელებული, რა თქმა უნდა, არ არის. მხოლოდ ერთ-ერთი კომპანია არის, რომელიც ეგრეთ წოდებული eye tracking-ის ტექნოლოგიას იყენებს, ხოლო აქ არის საუბარი ელექტროენცეფალოგრამაზე, კანის გალვანულ გამტარიანობაზე, რომელიც რა თქმა უნდა კიდევ სხვა ტექნიკები არის და ასევე ტომოგრაფიაც, რომელიც ტვინის სისხლის მიმოქცევას აღწერს და რეესტრი გააჩნია ამ რეკლამის ეფექტურობის. აქედან გამომდინარე, ეს ტექნიკები ჯერჯერობით საქართველოში განვითარებული არ არის, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, ძალიან მალე იქნება დამკვიდრებული საქართველოში და ამასთანავე ჩვენი გუნდი აქტიურად ახორციელებს საგანმანათლებლო კვლევით, ასე ვთქვათ, უპირატესობასაც იმ მხრივ, რომ ჩვენ გვინდა რომ ჯერ ბაზარი განვანათლოთ და მომხმარებელი
მზად იყოს იმისთვის, რომ მიიღოს ეს პროდუქტი. Რა თქმა უნდა, თუ საგანმანათლებლო მიმართულებით ჯერ არ იქნება ჩამოყალიბებული კონკრეტული აზრი თუ რა არის ნეირომარკეტინგი, რა სარგებლობა გააჩნია მას, შესაბამისად ბაზარი ვერ მიიღებს მას. ამიტომ კეთევან, თქვენ ლექციებს კითხულობთ სტუდენტებისთვის, თუ ეხებით ხოლმე ამ საკითხს, ან თუ არის შესული სასწავლო პროგრამაში? რა თქმა უნდა, მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვესაუბრები ნეირომარკეტინგის მნიშვნელობაზე, მის აუცილებლობაზე და სარგებლიანობაზე, რა თქმა უნდა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით საქართველოში აღნიშნული ტექნიკები არ გამოიყენება, ეს ძალიან მალე დაინერგება, იმიტომ რომ სარეკლამო ბაზარი ძალიან აქტიურად ვითარდება საქართველოში, შესაბამისად მოვიპოვეთ უკვე ძალიან ბევრი საერთაშორისო ჯილდო და ჩვენ საჭიროებთ იმას, რომ უკვე ეს კვლევითი კომპონენტიც შევიტანოთ, რა თქმა უნდა, ქართულ სარეკლამო სივრცეში. მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი სინქრონიზებული უნდა იყოს რეკლამის გადაღების პროცესში, იმიტომ რომ თვითონ ნეირომარკეტინგის კვლევა, როდესაც დაიგეგმება, იგი მოითხოვს საშუალოდ 2-3 კვირის მანძილზე აქტიურ კვლევებს, რაც რა თქმა უნდა, ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, ძალიან ბევრ კომპანიას სურს, რომ გუშინ იყოს რეკლამა გადაღებული და რა თქმა უნდა, ცოტა დიდ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ თუ კომპანიებს ექნებათ იმისი საფუძველი, რომ სწორად იყოს შეფასებული აუდიტორიის მიერ მათი რეკლამა, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროცედურა იქნება მათთვის. აუცილებლად მინდა ვისაუბროთ იმ სარგებლოზე, რომელსაც მოსახლეობა მიიღებს, მარტო კომპანიაზე რომ არ გაკეთდეს აქცენტი. გასაგებია, რომ მივა ადრესატამდე გარკვეული ინფორმაცია, თან სწორად მივა ეს გზავნილი, რაც შეეხება მომხმარებელს. რა სარგებლოს იღებს მომხმარებელი, თუ კი კომპანია ატარებს ნეირომარკეტინგულ კვლევებს? მოგეხსენებათ, რომ მომხმარებლისთვის ის ბევრი უსარგებლო კომპონენტი, რომელიც რეკლამაში ჩანს და ეგრეთ წოდებულად ჩვენ დაღლილი ვართ ხოლმე რეკლამისგან, ეს იქნება მინიმუმამდე დაყვანილი, იქიდან გამომდინარე, რომ როდესაც სწორ ტარგეტირებულ აუდიენციაზე არის გაზომილი რეკლამა, იქ უკვე აბსოლუტურად ყველაფერი, მუსიკა, ეს არის ტონალობა, არის მორგებული კონკრეტულ დემოგრაფიულ ჯგუფზე. აქედან გამომდინარე, თქვენთვის ეს სასიამოვნო მოსასმენი ხდება და არა გამაღიზიანებელი. ამიტომ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ რეკლამის ხარისხის გაუმჯობესებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გავზარდოთ რა უპირველეს ყოვლისა ყურადღება, ხო? იმიტომ რომ დღესდღეობით მომხმარებელში ეს აურაცხელი რაოდენობის რეკლამა საკმაოდ გამაღიზიანებელი ხდება და მომხმარებლების მხრიდან დანახული კომპანიის შედეგი არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, გამაღიზიანებელი, ხოლო კომპანიის მიზანი უნდა იყოს, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მიიქციოს ყურადღება მომხმარებლის, იმიტომ რომ დღეს ბაზარზე გავრცელებული ტექნიკას იყენებს ყველა და ერთი და იგივე საკომუნიკაციო მესიჯები, რაც ხშირად გვესმის ხოლმე ყურში, არც თუ ისე უკვე მიმზიდველი ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია კომპანიამ იცოდეს უკვე, რომ რა სწორი საკომუნიკაციო მესიჯი როგორი უნდა გადასცეს, რომ ემოცია იყოს შესაბამისი. გასაგებია, კეთევან, თქვენ ახსენეთ, რომ ხშირად უცხოური რეკლამის ადაპტირება ხდება ქართულ ენაზე, თუმცა არ არის გათვალისწინებული ის სოციალური, კულტურული და სხვა, ასე ვთქვათ, ფაქტორები, რომელიც არის საქართველოში. რით განსხვავდება ქართველი მომხმარებელი, მაგალითად, ევროპის ქვეყნის მომხმარებლებისგან? ქართველი მომხმარებლის უპირატესობები ძირითადად მაინც გამოიხატება იმაში, რომ მათ სურთ კონკრეტულ სარგებელზე ყურადღების გამახვილება. აი მაგალითად არსებობს ისეთი რეკლამები, რომელიც საუბრობს თავის თავზე, რომ რას წარმოადგენს პროდუქტი და რა უპირატესობებები გააჩნია მას. ქართულ მომხმარებელს სპეციფიურად აინტერესებს თუ რა სარგებელს მიიღებს თვითონ. ეს კულტურული სხვაობებით, თუნდაც ეს შეიძლება იყოს ნაჩვენებით, როგორი ტიპის ოჯახი უნდა იყოს ნაჩვენები რეკლამაში, თუ კი ვაკეთებთ აქცენტს, რა თქმა უნდა, ამ გარემოზე, როგორი ტიპის ადამიანი უნდა იყოს ნაჩვენები, რა არის იდეალი ზოგადად საზოგადოების, ხო? ჩვენ გაგვაჩნია ჩვენი კონკრეტული სტანდარტები, ჩვენი კონკრეტული ხარისხის განსაზღვრელი მაჩვენებლები. აქედან გამომდინარე, თუ კი ეს კულტურული სხვაობები არ არის გადმოცემული, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ სხვაობას მივიღებთ რეკლამის ეფექტურობაში. აი ძალიან ისეთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენ თუნდაც ერთ-ერთ ტექნიკაზე, eye tracking-ზე, ხო? არაბული ქვეყნები, როგორც იცით, მარჯვნივ და მარცხნივ კითხულობენ, ხო? მთელი აქცენტი, მაგალითად, გარე ბილბორდებზე, ან თუნდაც სოციალურ ციფრულ მარკეტინგში, ხო? ან თუნდაც Facebook-ის ეგრეთ წოდებულ რეკლამაში, ხო? აქცენტი გადადის მარჯვენა მხარეს, იმიტომ რომ მათი თვალი მიჩვეული არის, რომ მარჯვნივ წაიკითხოს. ხოლო ჩვენ როდესაც ევროპულ ბაზარზე შევდივართ, მარცხენა მხარეს არის ხოლმე ძირითადად სურათის აქცენტი, ტექსტუალური დიდი ფონტი, შრიფტი და შესაბამისად ახდენს ზეგავლენას მარცხენა მხარე. ძალიან ბევრი დეტალი არის გასათვალისწინებელი. ძალიან ბევრი დეტალი არის რეკლამის აგებაში გასათვალისწინებელი. ამიტომ აქედან გამომდინარე, თუ ავიღებთ რაღაცა ჩარჩოს, რომელიც უნდა ადაპტირდეს, ეს არის ძალიან დიდი შეცდომა ხოლმე დაშვებული. დიახ, კეთევან და ბოლო შეკითხვა, დღეს რა კვლევებიც ტარდება, პასუხობს თუ არა იმ სტანდარტებს, რომელიც თუნდაც თქვენ დაგაკმაყოფილებთ როგორც მარკეტინგის სპეციალისტს?
ნუ არსებული თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევები, რომელიც საქართველოს ბაზარზე ტარდება, რა თქმა უნდა, პასუხობს საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ იმას, რომ ნეირომარკეტინგული კომპონენტი, რომელიც ჩაერთვება რეკლამის შექმნაში, რა თქმა უნდა, საკმაოდ წაახალისებს ამ ბაზარს და კიდევ უფრო განავითარებს. ძალიან დიდი მადლობა ინფორმაციისთვის, მობრძანებისთვის. მარკეტინგის მენეჯმენტის ლექტორი ქეთევან მეფარიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. დილის მოამბეში კი ბიზნესის და ეკონომიკის სიახლეების დროა დავით ლაბაძესთან ერთად.